კაცები ზოგადად უფრო გარეგნობით მსჯელობენ ვიდრე რეალობით. აი ეს მაკიაველის ცნობილი სიტყვებია და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დღევანდელ თემას, რომელიც ერთ კონკრეტულ წყაროს ეფუძნება. როგორ შეიძლება ქალის არჩევანმა კაცის ბედი მისი ცხოვრების ტრაექტორია განსაზღვროს? გიფიქრიათ, რატომ მარცხდებიან ზოგჯერ დიდი პოტენციალის ადამიანები? პარო ამტკიცებს, რომ არსებობს, მოდი ასე ვთქვათ, მხოლოდ ორი ტიპის ქალი. ის, ვინც შენს ძალას მისიას ამრავლებს, ან ის, ვინც ასუსტებს. ხანდახან ეს შეუმჩნევლად ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში დამანგრევლად. და აქ მთავარი აქცენტი კეთდება არა თავად ქალზე, არამედ კაცის უნარზე, რომ დაინახოს ეს განსხვავება. საინტერესოა. მოდი ნახოთ მაშინ, რას გვთავაზობს ეს წყარო. პირველი, როგორც ვახსენეთ, გარეგნობის მიღმა ხედვა, რომ მაკიაველის ციტატაც ეგ იყო. ყველა ხედავს როგორი ჩანხარ. ცოტა განიცდის იმას, ვინც სინამდვილეში ხარ. სწორია. და რჩევაც ეგ არის, რომ დააკვირდე მის ქცევას, აი ნამდვილს, მის ღირებულებებს, დისციპლინას, ოღონდ არა მაშინ, როცა ცდილობს თავი მოგაჩვენოს, არამედ ბუნებრივ მდგომარეობაში, როცა გონია, რომ არავინ უყურებს. გასაგებია. და ამას პირდაპირ აკავშირებს როგორც ჩანს შემდეგ პრინციპთან. კი, მამაკაცური ავტორიტეტის პატივისცემის საკითხთან ტექსტში წერია, რომ თუ ქალი შენს მიმართულებას ეწუქვეშ აყენებს, აი ეს უკვე საგანგაშო ნიშანია. ანუ ჯანსაღი პარტნიორობის ნაცვლად რაღაც კონკურენცია მიდის. ხო, და აქ ავტორი ამტკიცებს, რომ ეს პატივისცემა ნარჩუნდება არა ძალით, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ შენ გაქვს შენი სტანდარტები. და მზად ხარ, რომ ურთიერთობა დაასრულო, თუ ეს სტანდარტები ირღვევა. ანუ ერთგვარი დაკარგვის შიში კი არა, უფრო სწორად შედეგის გაცნობიერება. დიახ, იმის გააზრება, რომ შენს პრინციპებს არ უღალატებ. აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია წამოჭრილი. როგორ უმკლავდება ის მოწყენილობას? რას გულისხმობს ეს? წყარო ამბობს, რომ ქალი, რომელსაც მუდმივად სჭირდება დრამა, ქაოსი, რაღაც გარეგანი სტიმულები, რომ რამე იგრძნოს, შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრება მოითხოვს სიმშვიდეს, მოთმინებას, ფოკუსირებას. ანუ მნიშვნელოვანია, რომ მას შინაგანი სიმშვიდის ბოვნა შეეძლოს. ლოგიკურია. და ამასთან ახლოსაც წარსულის თემას, რომელსაც წყარო ეხება. კი, და ის საკმაოდ, მოდი ვთქვათ, კონტროვერსიული საკითხია ხოლმე. ბევრი ამბობს, წარსულს მნიშვნელობა არ აქვსო. მაგრამ ეს წყარო პირდაპირ საპირისპიროს ამტკიცებს. მისი მთავარი თეზაა, მისი წარსული თქვენი მომავალია. ანუ ქცევის პატერნები მეორდება. ზუსტად. ავტორის აზრით, ნეგატიური პატერნები, არასტაბილურობა ვთქვათ, ან ღალატის ისტორია, ქაოსისკენ მიდრეკილება იშვიათად იცვლება რადიკალურად. და ამიტომ აი იმ გამაფრთხლებელი ნიშნების იგნორირება, რაც წარსულში ჩანს, წყაროს მიხედვით ნიშნავს, რომ მომავალში პრობლემებს უნდა ელოდო. გასაგებია. და კიდევ ერთი ასპექტი, თანხვედრა თქვენს მისიასთან, მიზნებთან. ხო, ესეც უმნიშვნელოვანესია. თუ პარტნიორი დასცინის შენს ამბიციას, შენს დისციპლინას, ან იმას რის შექმნასაც ცდილობ. ნუ წყარომას პირდაპირ ასასინს უწოდებს. საკმაოდ ძლიერი სიტყვა. კი, მაგრამ იდეა ისაა, რომ ის შენს პოტენციალს ძირს უთხრის, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს. იდეალურ შემთხვევაში პარტნიორმა შენი დისციპლინა უნდა გაამყაროს. კარგი. და საბოლოოდ ყველაფერი ერთ წერტილამდე მიდის როგორც ჩანს. დიახ, მთავარი აქცენტი კეთდება პასუხისმგებლობაზე. წყარო ძალიან პირდაპირ ამბობს. არც ერთ ქალს არ დაუნგრევია კაცის ცხოვრება. მან ეს თავად გააკეთა მისი არჩევით. და მთავარი მესიჯი გამოდის, რომ წარმატება ურთიერთობებში კი არ არის რაღაც იღბალი, არამედ შენივე სტანდარტების სიმკაცრე და მათი დაცვის უნარი. მაშ შევაჯამოთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი მსმენელისთვის? ამ წყაროს მიხედვით გამოდის, რომ პარტნიორის არჩევა არ არის უბრალოდ ემოციური გადაწყვეტილება. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას, ანალიზს, შინაგან სიმტკიცეს და შენი მისიის ერთგულებას. დიახ, აბსოლუტურად. და აი, ამ წყაროს ლოგიკიდან გამომდინარე, ერთი კითხვა დავსვათ დასაფიქრებლად. იქნებ საუკეთესო თავგაცვა მანიპულაციისგან, ყურადღების გაფანტვისგან, პოტენციური მარცხისგან, არა რაღაც გარეგანი ფაქტორები, არამედ საკუთარი თავის და შენი მიზნების ურყევი პატივისცემა. ანუ სტანდარტები, რომლებსაც ადგენდა იცავ. კი ბატონო, ამ ტექსტის მიხედვით ეს სტანდარტები იცავს არა მხოლოდ შენს პირად სიმშვიდეს, არამედ შენს მემკვიდრეობასაც კი. თუ ეს ანალიზი თქვენთვის საინტერესო იყო და გსურთ რომ მსგავსი სიღრმისეული განხილვები გავაგზავნოთ, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს ძალიან დაგვეხმარება რომ კონტენტი უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს.